იმ პირობებში, როცა ქართული ოცნება სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას ამცირებს, საკუთარი ხელისუფლებისთვის 11 მილიონამდე ლარის ახალი ავტომობილების შეძენას გეგმავს. ავტომობილები განკუთვნილია თბილისის მერიის, ოცნების პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველის ოფისისთვისაც. თანაც იმ ფონზე, როცა ოცნებამ ავტოპარკი ბოლო ერთ წელში 72 მილიონი ლარის ღირებულების 1000-ზე მეტი ავტომობილით უკვე გააახლა. რატომ დადგა ავტოპარკის შევსების საჭიროება, რომელი უწყებები მიიღებენ ყველაზე მეტ ახალ ავტომობილს და როგორ ფასდება ოცნების ეს გადაწყვეტილება მწვავე სოციალური პრობლემების ფონზე, ნატალი ჯახუტაშვილი გააგრძელებს თემას. დიახ, შესყიდვების სააგენტო ჩინოვნიკებისთვის 192 ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რაშიც დაიხარჯება დაახლოებით 11 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან, მათ შორის თბილისის მერიას ეყოლება 86 ახალი მანქანა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 12 ავტომობილი, იუსტიციის სამინისტრო აპირებს 21 მანქანის ყიდვას დამატებით და სახალხო დამცველის აპარატ შეემატება 5 ავტომობილი და აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 72 მილიონი ლარი სწორედ ქართული ოცნების ავტოპარკის განახლებისთვის და შეძენილი იყო 1000-ზე მეტი ავტომობილი, თუმცა სხვადასხვა უწყებებისთვის ახლა დამატებით გამოცხადდა ასევე ტენდერი და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირდაპირ აანონსებს ღია და საჯაროდ, რომ შემცირდება მაგალითად სოციალური დაუცველების რიცხვი და ასევე ისაუბრობს იმაზე, რომ შემცირდება განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. მიაგრძელებს საბიუჯეტო ფუფუნებაში ცხოვრებას, ახლა შესყიდვების სააგენტო ერთდროულად გეგმავს 192 მანქანის ყიდვას, რომელზედაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. საინტერესოა, რომ მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი ავტომობილი აქვს ნაყიდი და 70 მილიონ ლარამდე დაიხარჯა ამ ავტომობილებზე. ამაში არ შედის საქალაქო ავტობუსები, სახანძრო, სასწრაფო, საპატრულო მანქანები, ანუ ეს არის მანქანები, რომელიც შემდგომ ჩინოვნიკების ფუფუნებას ემსახურება. ამჯერადაც 86 მანქანას ყიდულობს თბილისის მერია, 12 მანქანას ყიდულობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაუგებარესად 12 ადამიანი თუ მუშაობს იქ, რა შეჭირდებათ 12 ავტომობილი. ძალიან მრავალრიცხოვანი ავტოპარკი ყავს საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ეხლა კიდევ გააკეთეს 10 მილიონიანი შესყიდვა სხვადასხვა სტრუქტურებმა. ამ ავტომობილების ხარჯის გარდა ხარჯი იზრდება ასევე მისი ტექნიკური შენახვა, მოვლა პატრონობა, ასევე მძღოლები და ასე შემდეგ და ამის პარალელურად კიდევ უწყვიტავენ სოციალურ დახმარებებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად ესაჭიროებათ სახელმწიფოს დახმარება. ქართულ ოცნებაში ვერ გვპასუხობენ, რა საჭიროა ყოველწლიურად ავტოპარკის განახლება. დღეს პირდაპირ აცხადებდნენ მართველი პარტიის წარმომადგენლები, რომ განგაში არ არის ასატეხი ამ ამბავზე და ისინი პრობლემას ვერ ხედავენ, რომ ამდენი მილიონი ლარი გამოიყოფა მუდმივად მხოლოდ იმისათვის, რომ ჩინოვნიკები გადაადგილდებოდნენ ავტომობილებით. ყველა ავტოპარკი საჭიროებს გადახალისებას და განახლებას და მოძველებული ავტომანქანა არა მხოლოდ გარემოსთვის და ზოგადად დაბინძურების კუთხით, არამედ თავად ამ ავტომანქანის შენახვის კუთხითაც განსაკუთრებით ხარჯთა არაეფექტურია, ამიტომ რა თქმა უნდა სახელმწიფო მანქანების პარკი გადახალისდება და ის ციფრები, რომელსაც თქვენ ასახელებთ, სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში არ არის ის რაოდენობა, რომელზეც ახლა თქვენ განგაშის ზარი უნდა ატეხოთ. თქვენ თუ გამოდიხართ კომუნისტური მოწოდებებით, რომ ზოგადად გადაადგილებისთვის სატრანსპორტო საშუალებები არ უნდა გამოიყენონ, შეგიძლიათ თქვათ და დაფიქსირდეთ, რომ ხართ კომუნისტური ტელევიზია. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ჰიბრიდულ მანქანებზე და ახალი მანქანებით ძველის ჩანაცვლება არის პირველ ეტაპზე ხარჯს მოითხოვს, მაგრამ თუ კი რამოდენიმე წლიან პერსპექტივაში გავხედავთ, ეს არის სერიოზული ეკონომიის რესურსი. ვინაიდან ძველი მანქანები საჭიროებენ მეტ მომსახურებას, ძველი მანქანები ხარჯავენ დიდი რაოდენობის საწვავს.
ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გამოაცხადა ტენდერი ახალი ავტომობილების შესაძენად. ოპერატიული დანიშნულებისთვის იგეგმება 25 მინივენის ყიდვა და ჯამში მხოლოდ ამ უწყებისთვის ავტომობილებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 3 მილიონი ლარი.